გაგზიარეთ, დაგვირეკეთ, მოგვიყევით. ჩვენ ვუსმენთ ერთმანეთს. ნინო ნეონარგიასთან ერთად. ვუსმენთ ერთმანეთს. მოგესალმებით, ეთერშია სოციალური თოქ-შოუ ვუსმენთ ერთმანეთს, ჩვენ ვუსმენთ ერთმანეთს, მე ნინო ვარ, მეუნარგია. დღეს გადაცემის საუბრის თემა ინკლუზიური დასაქმების მნიშვნელობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის და მერიის ახალ პროექტზე ვისაუბრებთ ამ მიმართულებით. გადაცემის პირველ ნაწილში, ხოლო რაც შეეხება მეორე ნაწილს, წარმოგიდგენთ გიორგი ალექსიძის სახელობის კამერულ დასს თბილისის თანამედროვე ბალეტი, რომელიც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით დაფუძნდა. დასის სამხატვრო ხელმძღვანელი მარიამ ალექსიძე გახლავთ. ჩვენ ვუსმენთ ერთმანეთს. თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის ორგანიზებით სამუშაო, შეხვედრა, სოციალური დიალოგი, ბარიერების გადალახვის შესაძლებლობები ინკლუზიურ დასაქმებაში გაიმართა. შეხვედრა თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ გახსნა და იმ პროექტებზე ისაუბრა, რომელსაც მერია ინკლუზიური დასაქმების ხელშეწყობის მიმართულებით ახორციელებს. სატელეფონო ხაზია დედაქალაქის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის წარმომადგენელი ეკა ბურდილაძე. მოგესალმებით, ქალბატონო ეკა, ძალიან დიდი მადლობა ჩართვისთვის. მოგესალმებით. ქალბატონო ეკა, შეზღუდულ შესაძლებლობებზე საუბრისას ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია დამეთანხმებით მათი დასაქმება. თბილისის მერიამ დაიწყო ახალი პროექტის განხორციელება ამ მიმართულებით, რომელიც არაერთ პროგრამას მოიცავს და მე მინდა კონკრეტულად ამ პროგრამებზე ისაუბროთ. პირველ რიგში დავიწყეთ იმით, რომ აღნიშნული პროგრამა დავიწყეთ ჩვენ შარშან წლის მეორე ნახევარში საპილოტო რეჟიმში განვახორციელეთ 2015 წლის ივნისიდან, რამდენადაც მოლოდინის რეჟიმში ყოფილიყავით, რა შესაბამისობაში მოდიოდა ეს პროგრამა განხორციელების ეტაპზე. რამდენადაც ჩვენ უნდა გაგვიგო მათი მოსაზრებები, შეზღუდული შესაძლებლობების პირების მქონე შესაძლებლობების უნარების შესახებ უფრო მეტი ინფორმაცია, ის რაც სტატისტიკა გვაძლევს და ზოგადად არიან რეგისტრირებული როგორც პირველი, მეორე ან მესამე ჯგუფის ინვალიდებად, ამ შემთხვევაში ეს არის ძალიან მწირი ინფორმაცია. ჩვენ მათი უნარების შესახებ უფრო სიღრმისეულად ინფორმაცია მიგვეღო, დავიწყეთ ტრენინგები ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, რაც საკმაოდ ესეთი მინდა შეფასების უკვე ამ გადასახედიდან თქვა, რომ საკმაოდ წარმატებულად განხორციელდა. პირველ ეტაპზე მოლოდინი ისეთი იყო, რომ რამდენად დობის ფაქტორი იქნებოდა ჩვენს მიმართ, რამდენად რეალურად ამას აღიქვავდნენ და მართლა მოლოდინის რეჟიმში იქნებოდნენ. ტრენინგების შინაარსი იყო პირველ რიგში მათი გარემოს თან ადაპტაციის მიმართულებით მუშაობა, რამდენადაც ხშირ შემთხვევაში ეს ჩვენი სოციუმის დანაშაულია, ალბათ კეთილ მდგომარეობაში ცხოვრობენ, საკუთარი თავის იმედი არ აქვს თუ საზოგადოება როგორ მიიღებს და ეს საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი ალბათ ცნობიერების ამაღლების დონე რო დაბალი, ამ შემთხვევაში ამასაც მუშაობა ჭირდება. პირველი ეტაპი მდგომარეობდა თეორიულ ნაწილში, რომ გაგვიგო მათი კონკრეტული უნარების, პრაქტიკული სამუშაოების შესახებ. იმის გარდა, რომ საზოგადოებაში ინტეგრაციას რა შესაძლებლობები ჭირდებოდა, სამდღიანი ტრენინგის მოლოდინმა აქტიურად შეიძლება ითქვას გადააჭარბა, იმაზე მეტი ინფორმაცია მივიღეთ, ვიდრე ჩვენ ამას ველოდებოდით. აქ აღმოჩნდა ჩვენ ჯგუფებად დავყავით, შეძლებით და გვარად, რა თქმა უნდა, აქ იყო სმენა დაქვეითებულთა კატეგორია, იყო მხედველობა დაქვეითებულთა, სხვა ფიზიკური შეზღუდვების და შესაბამისად მათთვის ადვილად აღსაქმელი ყოფილიყო გარკვეული პროდუქტის შეთავაზება, რასაც ჩვენ თავაზობდით, გაამართლა ამ მიმართულებამ. და მთელი ეს რიგი ბაზა 200 კაცი შეიძლება ამ ეტაპზე ითქვას, რომ არ არის შეიძლება სამაყო ციფრით თუნდაც, მაგრამ 200 კაცის მიღმა მათზე გაიტანეს ჩვენი პროგრამის შესახებ ინფორმაცია და თავისით მოდის უკვე ჩვენთან განცხადებებს წერენ, რეგისტრაციას გადიან და მათ საკუთარი უნარების შესახებ ინფორმაციას გვაცნობებენ. მიზანი ამ შემთხვევაში ის იყო, რომ ბაზა გქონებოდა ძირითადად თუ რა შესაძლებლობები გააჩნიათ. ზოგი იყო შეიძლება უმაღლეს დამთავრებული, შეიძლება სულაც არ იყო უმაღლეს დამთავრებული და სასკოლო განათლების ბაზაზე ისეთი ძლიერი უნარები ქონებოდა ტექნიკური და პრაქტიკული თვალსაზრისით. ეს ქალბატონების მიმართულებით იქნებოდა ჭრა, კერვა, ცხობა,
სამზარეულოს მიმართულებით, თუ მამაკაცების მიმართულებით ეს იყო ხეზე კვეთა, მეტალოპლასმასის დამუშავება, რაც შეიძლება მამაკაცის ხელობად ჩაითვალოს. ამ მიმართულებით ჩარჩენილმა წელმა მოგვცა იმის გარანტია, რომ 2016 წელი უფრო პრაქტიკულად გაზრდილი ბიუჯეტით გამოვაცხადეთ ამ პროექტის განხორციელება. რაც შეეხება სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერას, ეს დამეთანხმებით ძალზედ მნიშვნელოვანია, თქვენ ამ მიმართულებით მუშაობთ და მაინტერესებს თავად მოთხოვნა როგორია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა. ანუ რამდენად არის ამზად იმისთვის, რომ დაუშვათ აი ამ საწარმოებში იმუშავონ, ჩაერთონ, მაინტერესებს, ანუ თავად როგორია მათი მოთხოვნა? ანუ მზად არიან თუ არა ამისთვის, თქვენ ბრძანეთ რომ აქ არიან უსინათლოები, მცირე მხედველები, ხო, ტრენინგები ჩაატარეთ, აქ არიან სმენა დაქვეითებული და აქცენტი არის სოციალურ საწარმოებზე. რაც შეეხება სოციალურ საწარმოებზე, საქართველოში იყო დრო, როდესაც ჩვენ ამაზე მუშაობა დავიწყეთ 2011 წელს დაახლოებით, როდესაც თვითონ ტერმინ სოციალურ საწარმოს ვამბობდით, ძალიან ისეთი რა არის სოციალური საწარმო, ყველა გვეკითხებოდა. დღესდღეობით ეს კითხვა აღარ იბადება, ტერმინმა თავის განმარტებით უკვე დაიმკვიდრა თავისი ადგილი და მოიაზრებს შეზღუდული შესაძლებლობის პირების დასაქმებას, სოციალურად დაუცველი პირების, სხვა მოწყვლადი ჯგუფების გაერთიანებას ამ სოციალურ საწარმოში. თავისი არხით თვითონ სოციალური საწარმო მოგებაზე ორიენტირებული არ არის, რეინვესტირებას ახდენს საკუთარ ბიზნესში და თვით დასაქმებულ ადამიანებს, ამ საწარმოში დასაქმებულ ადამიანებს ხელს უწყობს საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის, მათი საქმიანობის პოპულარიზაციას, გარეთ გამოტანას საზოგადოებისთვის მათთვის ჩვენებას თუ რა ძლიერი საწარმოები ქონია. იყო პერიოდი, რომ თბილისში მხოლოდ 5 საწარმო ეტაპობრივად გაიზარდა და დღეს უკვე შეიძლება ვთქვათ 30-მდე სოციალური საწარმო უკვე ფუნქციონირებს და საკმაოდ წარმატებულად, სხვადასხვა მიმართულებით და სხვადასხვა დატვირთულობით, რა თქმა უნდა. რაც შეეხება მერიის როლს სოციალური საწარმოების განვითარების მიმართულებით, ჩვენ გვაქვს პროექტი, იაფი ფინანსური რესურსის, ანუ სადმიხელ მისაწვდომობა, სადაც თანამშრომლობთ ევრაზიის განვითარების ფონდთან, სტრატეგიული კვლევების ცენტრთან, ჩვენ რამდენადაც საჯარო სამსახური ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან დებით, აქედან გამომდინარე გრანტის გაცემა არის შესაძლებელი არ არის ჩვენი მხრიდან. ამიტომ ჩვენ გავაერთიანეთ ერთ-ერთი კონგის ქვეშ სოციალურ საწარმოს განვითარების მიმართულებით გავერთიანდით არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომელსაც საგრანტო კომპონენტიც ჰქონდათ. აქედან გამომდინარე საწარმოს დაფუძნების მსურველს შესაძლებლობა ჰქონდა მერიიდან იაფი კრედიტის რესურსი მიეღო და არასამთავრობო ორგანიზაციიდან საგრანტო კომპონენტი. და რაც შეეხება შიშიმოპირების დასაქმებას, აუცილებლად წარმოქმნილ პროექტში იყო გათვალისწინებული მოწყვლადი ჯგუფების გარკვეული რაოდენობა 30%, 40% მაინც და არის ზოგიერთი სოციალური საწარმო, სადაც მთლიანად 100% არის დასაქმებული შიშიმოპირები. აქედან გამომდინარე ეს პოპულარიზაცია იმდენად განვითარდა უკვე და გამოვიდა გარეთ, რომ ყველა შიშიმოპირისთვის საკმაოდ სასურველი ადგილი გახდა სოციალურ საწარმოში დასაქმება და სოციალური საწარმო ეს ის კერძო სტრუქტურაა, სადაც არ უფრთხიან შიშიმოპირის დასაქმებას. რაც ბევრად განსხვავდება ჩვეულებრივი კერძო ბიზნესებისგან, სადაც პირდაპირ ვიწყებთ მუშაობას, რომ ვთავაზობთ კადრებს შეზღუდული შესაძლებლობების პირების მიმართ, რომ გთხოვთ დავასაქმოთ და ჩვენ გადავამზადებთ. ხშირად ყოფილა ისეთი მცდარი მოსაზრება, რომ გონიათ, რომ შესაძლებელია, რომ მან ვერ გაწიოს სათანადო სამუშაო. თუმცა ჩვენ ამ სტერეოტიპების დამსხვრევაზე ჩვენი აქტივობებით ვცდილობთ, რომ ვიმუშაოთ. დიახ, თქვენ ბრძანეთ, რომ არის რაღაც არსებობს გარკვეული სტერეოტიპი, საზოგადოებაში მუსირებს აზრი, რომ თითქოს და ამ ადამიანებს არ შეუძლიათ დასაქმება. ფაქტია, რომ ჩვენ ამ სტერეოტიპებს ვამსხვრევთ, მაგრამ ალბათ ამეთანხმებით იმაშიც თქვენ ტრენინგებიც ატარეთ, რომ არის გარკვეული ჯგუფი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა, ანუ ადამიანები, რომლებიც საკუთარ შესაძლებლობებში არ არიან დარწმუნებული და აი ამ მიმართულებით მუშაობთ, ალბათ მათ რაღაც გარკვეული სტიმულიც სჭირდებათ. პირველი რაც ჩვენ პროექტის დაგეგმვის პროცესში ვფიქრობდით, რა თქმა უნდა კონსულტაციები გავიარეთ, ყოველი წინადადება დაგეგმვის პროცესში იყო ამ ჯგუფებთან შეთანხმებისამებრ. ჩვენ გქონდა შეფელი რიგი შეხვედრები როგორც ორგანიზაციებთან, ისე ინდივიდუალურად ყველა ამ შეზღუდვის მქონე ადამიანებთან, რომ გაგვეთვალისწინებინა და რამე სახის კომპონენტი არ გამორჩენილიყო პროგრამის დაწყების დროს.
აღმოვაჩინეთ, რომ არა მარტო შეშემოპირის ჩვეულებრივი ადამიანისთვისაც არასდროს ჩვენ თავიდან პროფესიონალები არა ვართ, სანამ ჩვენ ამ სამუშაო რეჟიმში არ დავდგებით. განსაკუთრებულ მოთხოვნებს არ ვუწესებთ, რა თქმა უნდა, ჩვენ ისინი ამ პროექტის ფარგლებში მივიღეთ, როგორებიც არიან, ზუსტად იმ უნარების მიხედვით, რაც შეუძლიათ, განსაკუთრებულ ადამიანების გამოძერწვას ჩვენ ამ პროექტის ფარგლებში არ ვცდილობთ. ჩვენ ვცდილობთ ის უნარები იყოს უბრალოდ გამოტანილი და რეალიზებული. ამ პროექტის მიზანი არის თვით დარწმუნება მათივე, რომ თვითონაც გარკვეული კომპლექსი აწუხებთ ამ შეზღუდვებიდან გამომდინარე, რომ ჰგონიათ, რომ საზოგადოება მათ არ მიიღებს. აი ამ სტერეოტიპიდან გამომდინარე, ჩვენი პროექტი ძალიან ღია არის, არანაირი შეზღუდვა, განსაკუთრებული უნარების დამკვიდრებისთვის ჩვენ არ ვცდილობთ, რომ პროექტი ამ მიმართულებით წავიყვანოთ. პირიქით, ის რაც არსებობს, იმ რესურსის გამოყენებით ვცდილობთ, რომ დავნერგოთ მათი უნარები. დამეთანხმებით იმაში, რომ ძალზედ მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი მორგებული იყოს მათ ინტერესებზე და მათ საჭიროებებზე, რასაც თქვენ თქვენი პროექტის ფარგლებში ითვალისწინებთ. და კიდევ ერთი თემა, სამწუხაროდ ძალიან ცოტა დრო გვრჩება. მნიშვნელოვანია საჯარო სივრცეების ადაპტირება და ამ მიმართულებით რა ხდება? ამ მიმართულებით მერიამ წლევანდელი წლიდან 2016 წლიდან 3 წლიანი პროექტის შარშან დაამტკიცა და უკვე დაიწყო. პირველ რიგში დაიწყება მუნიციპალური ობიექტების, სახელმწიფო ობიექტების ადაპტირებულობა. მერიამაც უკვე განახორციელა უკვე რამოდენიმე ობიექტის, ეტაპობრივად დაიწყება სხვილი დიდი ობიექტების ადაპტირებულობა უკვე. კარგია, რომ ეტაპობრივად როგორც სახელმწიფო, ისე საზოგადოებად ერთ ნაბიჯს მიყვება, რაღაც რიტმი ერთია, ცნობიერების ამაღლებაც და სახელმწიფოს პირდაპირ მოთხოვნა რო იყო, რომ მე მზად ვარ, იყო კატეგორია ადამიანების, რომლებიც შემდგომ შეიქმნენ შეშემოპირებად, შესაბამისი საბაზისო განათლებაც ჰქონდათ, შესაბამისი უნარებით, თუმცა ობიექტის ადაპტირებულობის გამო, რომ არ იყო ადაპტირებული, ვერ შევძელით მათი დასაქმება. ეხლა ეს ბარიერი რომ არ არსებობდეს, 3 წლიანი პროგრამა დაწყებულია, რომელიც ითვალისწინებს შენობების, ტრანსპორტის და ყველა იმ გარემო სივრცეების ადაპტირებას, რომელიც აუცილებლად გახსნის დაამსხვრევს ამ ბარიერს, რაც ამ წინა წლებში არსებობდა. ძალიან დიდი მადლობა, გისურვებთ წარმატებას. მსმენელს შევახსენებთ, სატელეფონო ხაზზე იყო დედაქალაქის მერის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის წარმომადგენელი ეკა ბურდილაძე. ჩვენ ვუსმენთ ერთმანეთს, პირდაპირ ეთერის ტელეფონები ჩართულია 292 11 88 292 11 99. მე ძალიან მალე დაგიბრუნდებით. მეორე ნაწილში წარმოგიდგენთ გიორგი ალექსიძის სახელობის კამერულ დასს თბილისის თანამედროვე ბალეტი, რომელიც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მხარდაჭერით დაფუძნდა და ეს სამხატვრო ხელმძღვანელი მარიამ ალექსიძე. გახლავთ ასე რომ დაგველოდეთ. გაგვიზიარეთ, დაგვირეკეთ, მოგვიყევით. 292 11 88 292 11 99. უსმენთ ერთმანეთს. მეკლავ მოგესალმებით, ჩვენ ვუსმენთ ერთმანეთს, მე ნინო ვარ, მეუნარგია, პირდაპირ ეთერის ტელეფონები ჩართულია 292 11 88 292 11 99. გადაცემის პირველ ნაწილში ჩვენ ვისაუბრებთ პროექტზე, რომელსაც მერია ინკლუზიური დასაქმების ხელშეწყობის მიმართულებით ახორციელებს. სატელეფონო ხაზზე იყო დედაქალაქის მერის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის წარმომადგენელი ეკა ბურდილაძე. ხოლო ახლა წარმოგიდგენთ გიორგი ალექსიძის სახელობის კამერულ დასს თბილისის თანამედროვე ბალეტი, რომელიც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მხარდაჭერით დაფუძნდა, ხოლო დასის სამხატვრო ხელმძღვანელი მარიამ ალექსიძე გახლავთ და ახლა სატელეფონო ხაზია ქალბატონი მარიამი. მოგესალმებით. დიდი მადლობა ქალბატონო მარიამ ჩართვისთვის. დიდი მადლობა თქვენ. მინდა აღნიშნო და უკვე აღნიშნე კიდეც, რომ გიორგი ალექსიძის სახელობის კამერული დასი თბილისის თანამედროვე ბალეტი დაფუძნდა, გილოცავთ და თქვენ ბრძანდებით ხელმძღვანელი. ქალბატონო მარიამ, პირველ ყოვლისა მაინტერესებს ის, რომ თქვენ ბრძანდებით აღიარებული ქორეოგრაფის შვილი და რამდენად რთულია შეინარჩუნოთ ინდივიდუალურობა და რა დამატებითი პასუხისმგებლობა ეს ყოველივე თქვენთვის. დიდი მადლობა, სანამ კითხვას გიპასუხებთ, მინდა რომ ეს მართლა ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა, გადაწყვეტილება მიულოცოთ თბილისს და მთელ ქვეყანას, იმიტომ რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისათვის, რომ თანამედროვე სამყაროს ნაწილი გავხდეთ და ზოგადად თანამედროვე ხელოვნება არის ქვეყნის კულტურის დღევანდელი სახე და განსაკუთრებით თანამედროვე ცეკვაში ვფიქრობ, რომ ქართველებს ძალიან დიდი პოტენციალი გვაქვს და გამოვლენის საშუალება. დასის კონცეფცია უკვე ჩადებულია თვითონ სათაურში. აი, გიორგი
ალექსიძე, მისი ღვაწლი ქართული ქორეოგრაფიის წინაშე და დღევანდელი დღე თანამედროვეობა, რომელსაც ამ დიდ პასუხისმგებლობას, რა თქმა უნდა, მე ბავშვობიდან მაქვს ეს პასუხისმგებლობა და ვგრძნობ თუ როგორი ხელოვანი შვილი ვარ. ჯერ კიდევ როდესაც ცეკვავდი და მე 8 წლის წინ როდესაც დავიწყე დადგმა და ამ პასუხისმგებლობას ვგრძნობ თითოეული ჩემი ნაბიჯის გადადგმისას. და რა თქმა უნდა ეს იქნება ყოველთვის და მე ჩემ ენერგიას ძალისხმევას არ დავიშურებ რომ ეს მისი დაწყებული ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გავაგრძელო, განვავითარო და რომ ეს დასი იყოს თბილისის თანამედროვე სახე, ახალგაზრდებისთვის სახე, ახალგაზრდებისთვის იყოს პლატფორმა, ადგილი ძიებების, წინსვლის, თავის წარმოჩენის და იმედი მაქვს რომ ძალიან მალე დასთან არსებული სასწავლებელიც იქნება, რომ თანამედროვე ცეკვა, თანამედროვე ბალეტი განვითარდეს და ჩვენ არაერთი ქართული ქორეოგრაფიული პროდუქცია შევქმნათ, ასევე მოვიწვიოთ უცხოეთიდან ქორეოგრაფები. ქალბატონო მარიამ 2016 წლის მანძილზე თანამედროვე ბალეტის დასი მაყურებელს რამდენიმე პრემიერა შესთავაზებს. და უფრო კონკრეტულად თუ შეგიძლიათ ისაუბრეთ იმაზე თუ რას უმზადებთ თქვენ მაყურებელს? რას დაველოდოთ თქვენგან? დასის წარდგინება მოხდება ალბათ სექტემბრის ბოლოს და ეს იქნება სპექტაკლით გალაქტიონის ლექსებზე, რომელიც მე დავწვი 2009 წელს, ეს იყო ჩემი პირველი ქორეოგრაფიული დადგმა და ასევე გიორგი ალექსიძის ბოლო დადგმა, რომელიც მე დავაბოლოვე. ეს იყო მაშინ 40 წუთიანი სპექტაკლი და ახლა უკვე მე მას დავდგამ 1 საათიან სულ ვერსიას. ეს იქნება დასის ახალი შემსრულებლებისთვის, დასის წევრებისთვის სპეციალურად დადგმული საავტორო სპექტაკლი იქნება უკვე თბილისის თანამედროვე ბალეტის და ამ სპექტაკლით გავხსნით ჩვენ სეზონს, ჩვენ არსებობას დავიწყებთ და თან ისე კარგად ემთხვევა რომ წელს გალაქტიონის წელია და ასე ჩავწერთ სულ ახალ ტალღას და მანამდე ზაფხულში გვაქვს კიდევ ერთი საერთაშორისო პროექტი რომელსაც განახორციელებ ბათუმში და შემდეგ გასტროლი გვაქვს ფესტივალზე თურქეთში. დიახ, კონკრეტულად თუ შეგიძლიათ ისაუბროთ ვინ არიან დასის წევრები, რითი არიან ისინი გამორჩეულნი და განსაკუთრებით აქცენტი მინდა გააკეთოთ ვაჟებზე. იცით ჯერ არ არიან დასის წევრები, ეს ახალი მომხდარი ამბავია, ამიტომ ამაზე ვერ ვილაპარაკებ, რაც შეეხება მოცეკვავეებს, როგორც ყველგან ხდება და ყოველთვის ხდება და უნდა გამოაცხადოს მიღება და აიყვანოს მოცეკვავეებს. და რაც შეეხება დასთან არსებულ სასწავლებელს, მაინტერესებს დომინირებენ გოგონები თუ ვაჟები, იმიტომ რომ ზოგადად ასეა რომ საქართველოში ბალერონების ასე თუ ისე შედარებით დეფიციტია, მცირე რაოდენობა ან როგორ უნდა დავაინტერესოთ მშობლები ან თავად ვაჟები რომ აი ამით დაინტერესდნენ. იცით თანამედროვე ცეკვა მრავალმხრივია, მას ძალიან მრავალი მიმდინარეობა აქვს, ტექნიკა აქვს და რაღაც მხრივ ერთ-ერთი მიმართულება არის, როდესაც ის არის უფრო ურბანული ხელოვნება და მასში შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ ისეთმა ფიზიკური შესაძლებლობის მოცეკვავეებმაც, რომელსაც თქვათ კლასიკური ბალეტის ცეკვა არ შეუძლია და პირდაპირ უკვე დაეუფლება ამ ტექნიკას. რაც შეეხება ვაჟების ჩართულობას, ეს არა მხოლოდ საქართველოშია პრობლემა, მაგრამ ყველგან მთელ მსოფლიოშიც, მაგრამ მე ვფიქრობ ჩვენ რეგიონებიდანაც უნდა დავაინტერესოთ, იმიტომ რომ თანამედროვე ცეკვას სწორედ ეს აქვს საინტერესო, რომ უფრო მეტი შესაძლებლობის
გამოჩენის საშუალებას აძლევს მოცეკვავეებს და ჩვენი ქართველები ვფიქრობ რომ ძალიან ნიჭიერები არიან ცეკვაში ზოგადად და თანამედროვე ცეკვა მიუახლოვდება იმ თვითმყოფად მოძრაობის ლექსიკას რაც თქვათ აი ქართულ ცეკვასთანაც გვაახლოებს და მით უმეტეს ქორეოგრაფთან მუშაობაც ეს არის აი ცოცხალი პროცესი როდესაც ქორეოგრაფი ცდილობს წარმოაჩინოს ადამიანის ინდივიდუალური შესაძლებლობები და ამ მხრივ ის კლასიკური ცეკვისგან ამით განსხვავდება რომ ბევრად უფრო მეტ შესაძლებლობას აძლევს შემსრულებლად. დიახ, და რაც შეეხება ასაკს, არსებობს თუ არა გარკვეული ასაკობრივი ზღვარი? ბავშვიდან იწყებენ საერთოდ ცეკვაზე სიარულს, მაგრამ ვფიქრობ, რომ თანამედროვე ცეკვა რადგან ცოტა ისეთ ძლიერ ფიზიკურ მომზადებას მოითხოვს, კარგი იქნება თუ დაიწყება 12 წლის ასაკიდან და მე ვფიქრობ, რომ ეს ჩვენი სასწავლებელი უნდა იყოს გათვლილი როგორც პროფესიონალი მოცეკვავების მომზადებისთვის, ასევე მოყვარულების, იმიტომ რომ ცეკვის გარეშე საერთოდ ცხოვრება არ შეიძლება და ამიტომ მე ვფიქრობ, ეს უნდა იყოს ღია ყველასთვის, ვისაც სურვილი მომწევს ექნება და მომდება მოსვლა. და ბოლოს რითი იქნება გამორჩეული ეს დასის სხვა დანარჩენებისგან? იცით რა ქართულ ქორეოგრაფიას ყოველთვის ჰქონდა თავისი უნიკალური სახე და ამ სახეს ქმნიდნენ ქორეოგრაფები მთელი ბალეტის ისტორიის მანძილზე და ასევე ამ დასს უნდა ჰქონდეს თავისი სახე, თავისი ლექსიკა სტილისტური, რომელსაც თქვა ჩვენ წარმოვაჩენთ სოფლიოს ვაჩვენებთ. ეს უნდა იყოს უნიკალური ხელწერა. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო მარიამ. მე გისურვებ წარმატებებს სვენელს. შევახსენებ სატელეფონო ხაზზე იყო ქორეოგრაფი მარიამ ალექსიძე. ჩვენ ვუსმენთ ერთმანეთს, პირდაპირ ეთერის ტელეფონები ჩართულია 292 11 88 292 11 99. გადაცემის პირველ ნაწილში ჩვენ ვისაუბრებთ პროექტზე, რომელსაც მერია ინკლუზიური დასაქმების ხელშეწყობის მიმართულებით ახორციელებს. როგორც საკრებულოს წევრმა რატიონა თამიშულმა განაცხადა, ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება ჩატარდა სოციალურ საწარმოებთან და მეწარმეებთან მუდმივ დიალოგში ყოფნა არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ჩვენი გადაწყვეტილებები იყოს მორგებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ინტერესებზე, მათ საჭიროებებზე და ეს სფერო ვითარდებოდეს. როდესაც ქვეყანაში არის წარმატებული სოციალური მეწარმეობა, ეს იმას ნიშნავს, რომ უფრო მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია არის ძლიერი და უფრო მეტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია დასაქმებული. და კიდევ ერთხელ, ვინც ახლა შემოგვერთავს სვენლის საყურადღებოდ, მინდა აღნიშნო, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მხარდაჭერით გიორგი ალექსიძის სახელობის კამერული დასი თბილისის თანამედროვე ბალეტი დაფუძნდა. საბალეტო დასის დაფუძნების ინიციატივით მერიას ქორეოგრაფმა მარიამ ალექსიძემ მიმართა. გიორგი ალექსიძის ქართული ქორეოგრაფიის განვითარების გზა ახლა უკვე მუდმივ მოქმედი დასის ფარგლებში გაგრძელდება. დასის სამხატვრო ხელმძღვანელის მარიამ ალექსიძის თქმით 2016 წლის მანძილზე თანამედროვე ბალეტის დასი მაყურებელს რამდენიმე პრემიერას შესთავაზებს. პირველი დადგმა კი გალაქტიონ ტაბიძის ლექსებზე განხორციელდება. საბალეტო დასის სამხატვრო ხელმძღვანელი ინტენსიურად მუშაობს დასის დაკომპლექტებაზე და სამომავლო რეპერტუარზე. ამით დღევანდელი გადაცემა დასრულდა. ჩვენ ვუსმენთ ერთმანეთს, გისურვებთ წარმატებებს. ჩვენ კი ერთმანეთს შევხვდებით ორშაბათ 17 საათიანი საინფორმაციო გამოშვების შემდეგ. დროებით, მადლობა. გაგვიზიარეთ, დაგვირეკეთ, მოგვიყევით. ჩვენ ვუსმენთ ერთმანეთს. ნინო მეუნარგიასთან ერთად. ვუსმენთ ერთმანეთს.